ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა შემდგომში გიორგი მინდაძე ისვრის პიროტექნიკას. ამავე პერიოდში 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი დაზარალებული ბედედეს თანამშრომლების მხრიდან სახისმლები აქვს ჩამწრული თავი გადახსნილი მათ შორის ჟურნალისტებს. როგორ მოხდა ისე რომ არავინ არ არის დასჯილი? ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ როდესაც პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა შემდგომში გიორგი მინდაძე ისვრის პიროტექნიკას, ეს ვარდება სპეცრაზმელების უკან, ფეთქდება და ამის შემდეგ დაზარალებული იგავს დაზიანებას ფეხის არეში. თქვენი განმარტებით მინდაძე ისვრის ფეიერვერკს, თუმცა ეს ნასროლი ვინმეს ხვდება, ეს არის ზუსტად ის, რომელიც ფეთქდება. როგორ ამტკიცებთ ამას? ეს ორი ვიდეო არის ერთ და იგივე დროს გადაღებული, შესაბამისად არის ერთმანეთთან მიბმული ბუნებრივად. გაზარალებულმა დაინახა, როგორ ისწოდა იმ მომენტში მხოლოდ ერთი პიროვნება ფეიერვერკს, როგორ დავარდა ეს ფეიერვერკი მასთან, როგორ აფეთქდა, როგორ მოხვდა ფეხის არეში და შემდგომში ამოიცნო ეს პიროვნება. და მიუთითო, რომ ეს პიროვნება იყო გიორგი მინდაძე. მე მithქვეხურა ამ სპეციალურ დაჭვეთას და ხილვადობა მისთვის რამდენად შეაფასეთ ესე რომ თან ამოიცნო ადამიანი, რომელსაც ნახევარი სახე არ ჩანს წარმოდგენილ ვიდეოში. შმაგი ჯაჭვაძემ განმარტა, რომ მან დაინახა ყველაფერი და ერთ მომენტში სროლის შემდეგ იგი უფრო ახლოს მივიდა, ანუ ბრალდებული მასთან და ამ დროს უფრო კარგად დაინახა მისი სახე. მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა. ამავე პერიოდში 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი დაზარალებული უშუალოდ ბედედეს თანამშრომლების მხრიდან. უმეტესობა მათგანს დასჭირდა ცხვირზე ოპერაცია, სახისმლები აქვს ჩამწრული თავი გადახსნილი მათ შორის ჟურნალისტებს. როგორ მოხდა ისე რომ აი ამ აქციის მონაწილეების ცემის ფაქტზე არავინ არ არის დასჯილი? თქვენ ეს კითხვა თუ დაუსვით ხელმძღვანელობას თუ მოიკითხეთ და საზოგადოებას ამაზე პასუხი ჭირდება, რომ ფეიერვერკის სროლაზე ადამიანი გახართ და ბრალცდებთ და უშვებთ ციხეში, მაგრამ უფრო მძიმე დაზიანების მქონე საქმეებზე, აქციის მონაწილეების ცემის, ჟურნალისტების ცემის საქმეებზე არავინ დასჯილი არ არის. სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყეთ. რატომ ვერ დაიწყეთ? ნახეთ, პირველ რიგში უნდა გავიმარტო, რომ ფეიერვერკის სროლა არ არის. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს პოლიციელზე თავდასხმა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება მეორე ნაწილს, უпростоრეთ პირველ ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს ფაქტები არის გამოსაძიებელი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის. სხვა უწყება საერთოდ ამ ეტაპზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახორციელებს გამოძიებას აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე. ამდენად სხვა უწყებაში რა ხდება, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერ მოგახსენებ. კამერები ახსენეთ, რომ ძალისხმევა გასწიეთ. 300-ზე მეტი 400 შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტად ბრუტალური. დაგისახელოთ კადრებით მათ შორის და როგორ მოხდა ისე რომ ვერც ერთი კადრი, ვერც ერთი ჩამოწეული, ვთქვათ, ნიღაბი ვერ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. სხვა უწყების ნაცვლად მე ვერანაირი პასუხს ვერ გაგზავნებ. ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას. მე აქ წარმოდგენელი როგორც სახელმწიფო ბრალდებელი და არ ვარ იმისთვის წარმოდგენელი, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციები გავაშღერო საქმესთან დაკავშირებით. ამდენად თუ რაიმე გაინტერესებს საქმესთან დაკავშირებით, მოგახსენებთ.